სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა კურთხევით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფეშიომ აბიტურიენტები დაალოცა. მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, აბიტურიენტებს კი გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ნაყოფიერი სწავლა უსურა. ცნობისთვის 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა მთელი გულით დაგლოცოთ თქვენს ცხოვრებაში აი ამ უმნიშვნელოვანეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი სწავლების და ცოდნის სარბიელს. გახსოვდეთ ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ცოდნა ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ყველა ჩვენთანისთვის და ყველა წარმატებები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ეს გამოცდების პერიოდი და წარმატებები ყველა აბიტურიენტს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მორწმუნე ვარ, ეკლესიური ვარ. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის პატრიარქის უწმინდესის დალოცვა რა. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატება და ძალიან ბევრ ამაში დამეხმარება. ყველას წარმატებებს ვსურებ და ღმერთმა დაალოცოს ყველა.